ცნობილი ქართველი მხატვრის რომან მახარაძის დაბადებიდან 85 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა. მხატვრის ფერწერული ტილოების უმეტესი ნაწილი ორგანიზატორებმა ხელოვანის ოჯახში დაცული არქივიდან წარმოადგინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რომან მახარაძის შვილის ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ალავერდის ეპარქიაში მოღვაწეობიდან წელს 20 წელი შესრულდა. ორი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის იღუმენია იოანე ნიკოლაიშვილისა და მონასტრის დედების ორგანიზებით ეს გამოფენა გაიხსნა. მონასტერში დედები ვფიქრობდით რითი აღგვენიშნა ეს თარიღი და გაჩნდა ეს იდეა, რომ მისი მამა არაჩვეულებრივი მხატვარი, საოცრად თავმდაბალი ადამიანი, რომელიც არის ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, ჩვენ მას ვიცნობდით, მასთან ურთიერთობა ჰქონდა, გაგვეკეთებინა თუნდაც მცირე პატარა გამოფენა. შემდეგ, როდესაც მისი ნახატები ჩვენ ვაჩვენეთ ხელოვნებად მცოდნეებს, მაშინვე აღინიშნა ის მომენტი, რომ ეს არ არის უბრალო მხატვარი. ეს არის საოცრად თვითმყოფადი, ძალიან ნიჭიერი მხატვარი, რომელიც არ შეიძლება არ იცოდეს ქართულმა ფართო საზოგადოება. ამ ნამუშევრებს აკეთებდა სახში, რადგან არ ქონდა ესეთ ცალკე სახელოსნო და ეს ნახატები შეიძლება ითქვას მე ამ ნახატებთან ერთად ჩვენ ყველანი ესე ვიზრდებოდით. რა თქმა უნდა, სახში ესეთი შესაძლებლობა ფართობი არ იყო, მაგრამ აქ ნამდვილად თითოეულ ნახატს სიმშვენიერი კიდევ უფრო გამოჩნდა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარი ძვირფასი მეუფე ამბა ალავერდელი დავითი უკვე 20 წელი არის მართავს ალავერდის ეპარქიას და მღვდელმთავარი არის უკვე 20 წელია. ეს არის ძალზე დიდი დრო საღვთო მოღვაწეობისა. მოგხსენებათ, რომ ჩვენ გამოვედით ათეიზმის ეპოქიდან. ეკლესია იყო ძალზე დასუსტებული ათეიზმის ეპოქაში. ჩვენ უწმინდესი პატრიარქის ღვაწლით დიდი ძალა მიეცა ეკლესიას და ერთ-ერთი ძალა იყო ჩვენი ძვირფასი მეუფე დავითი, რომელიც იღწვის. ეს არის ძალზე მძიმე შრომა, მღვდელმთავრის შრომა, რომელიც არ ჩანს, დაფარულია, მაგრამ არის ძალზე მძიმე შრომა, დაკავშირებულია იმასთან, რომ უნდა აღდგეს, აღორძინდეს მრავალი გაუქმებული ტაძარი, მრავალი გაუქმებული მონასტერი, უნდა აღდგეს სივრცეა, მთელი თავისი შემადგენლობით, თავისი მრევლით, თავისი საგალობლებით, თავისი ტრაპეზით, კანკელით და სხვადასხვა უამრავი. დიდი შრომა არის და ეს შესაძლოა შეეძლო ეს შრომა ეღვაწა ჩვენ ძვირფას მეუფეს. ექსპოზიციის გახსნას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მხატვრის მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, 21 საუკუნის დასაწყისში და მისი შემოქმედება არის ამსახველი სწორედ ამ პერიოდის ტენდენციებისა, რაც იყო ქართულ იმ დროს საბჭოთა ხელოვნებაში, თუმცა ამ ნამუშევრებიდან არც ერთ საბჭოური კვალი არ ეტყობა. ეს იყო ადამიანი, რომელიც მთელი თავი არსებით შეყვარებული იყო ზოგადად ადამიანზე, ამ ქვეყანაზე, თავის სამშობლოზე და ის შესანიშნავად აქვს ასახული ნამუშევრებში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მხატვრის ნამუშევრების ალბომის წარდგინებაც. მნიშვნელოვანია, რომ კატალოგში გარდა იმისა, რომ წარმოჩინდა მისი მემკვიდრეობა, იქ არის ესეთი ანონარიდები მისი დღიურიდან, სხვადასხვა ცნობილი ადამიანების გამონათქვამები და ეს კიდევ უფრო ახლოს გააცნობს მკითხველს და ნახოს თუ როგორ მხატვართან უნდა ჩვენ საქმე. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეს მასპინძლობს ესეთ ნიჭიერი ადამიანის ესეთ მასშტაბურ გამოფენას, სამწუხაროდ მას სიცოცხლეში ესეთი გამოფენა არ ქონია და მისი სული ხარობს ალბათ ეხლა.
მხატვარი რომან მახარაძე 1929 წელს დაიბადა. 95 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პეიზაჟის კლასი. წლების განმავლობაში დამდგმელ მხატვრად კინოსტუდია ქართულ ფილმში მუშაობდა. იყო რამდენიმე გამოცემის სამხატვრო რედაქტორი და გაფორმებული აქვს ათეულობით წიგნი. ხელოვანის ნამუშევრების ნაწილი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. რამდენიმე მათგანი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის პირად არქივში და სხვა კერძო კოლექციებში.